მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკვე კავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზს დღის რგებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. მონეტების დედოფალი, ამ პერიოდში იქნებით ორგანიზებულები და გამოავლენთ პრაქტიკულობას. თავს იგრძნობთ ენერგიულად, იქნებით გულწრფელები, მოსიყვარულეები, მზრუნველები, გექნებათ პოზიტიური განწყობები, მეტი სიკეთის კეთების სურვილი, შეძლებთ მეტად თვითრეალიზებას, გამოავლენთ გონიერებას, როგორც საქმიან სფეროში, ასევე ოჯახში, სანათესაოში, სამეგობროში, გექნებათ სურვილი დახმარების ხელი გაუწოდოთ გარშემომყოფებს და იქნებით გულუხვები. შეძლებთ მიიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები და კეთილგონივრულად მართოთ მატერიალური რესურსები. იქნებით პრაქტიკულები, პრაგმატულები, შეძლებთ მოიწესრიგოთ თქვენი ცხოვრება თქვენივე შეხედულებისამებრ, დაალაგოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან, მეტად სოციალიზდეთ და ღირებული რჩევები მისცეთ სხვებსაც. ასევე არაჩვეულებრივი პერიოდია მოიწესრიგოთ დღის და ზოგადად ცხოვრების რეჟიმი, მათ შორის თუ გეგმავდით კვებით დიეტას, ვარჯიშს, აქტიური დასვენების პრაქტიკას თქვენს ცხოვრებაში, ამ პერიოდში ადვილად გამოგივათ მათი დამკვიდრება და დაცვაც. ნოემბერი თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება, რომ დაალაგოთ და გადაჭრათ უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის და რემონტის საკითხები და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დაგეგმოთ ან განახორციელოთ ამ პერიოდში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ხუთიანი, ნოემბრის განმავლობაში თვის მთავარი ენერგია განსაკუთრებული ფორმით გამოვლინდება პირადი ურთიერთობების სფეროში. დიდი ალბათობით ამ მიმართულებით გაქვთ გარკვეული ნეგატიური ასპექტები და უმუშავებელი და ამ პერიოდში მოგიწევთ მათი გაცნობიერება, გამოსავლის მოძებნა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, შესაძლებელია გქონდეთ გაზრდილი ემოციური ფონი, სტრესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პარტნიორთან დაშორებით, ამ პირიქით შესაძლებელია მის გვერდით იყოთ და მაინც გრძნობდეთ გარკვეულ სიმარტოვეს, რაც ხშირ შემთხვევაში გაუცხოების გამო ხდება ხოლმე. როცა ურთიერთობა ამოწურავს თავის თავს და ადამიანები ინერციით აგრძელებენ ერთად ყოფნას. ასევე წყვილების შემთხვევაში ამ არკანების კომბინაცია შესაძლებელია გულისხმობდეს ფიზიკური სიახლოვის ნაკლებობას, ან სულაც ტერიტორიულ სიშორეს, მონატრებას. ასევე შესაძლებელია ეს ბარათი გულისხმობდეს მატერიალური რესურსის სიმცირესაც, მაგალითად გსურდეთ დასვენება, მოგზაურობა, მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება, ან უფრო ყოფითი ყოველდღიური პრობლემების მოგვარება და ვერ ახერხებდეთ ფინანსების არქონის გამო. მოკლედ საკმაოდ კრიზისული ენერგია, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ თვის ფონური ენერგიის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ ან გამოწვევებთან გამკლავებას და სტაბილურობის შენარჩუნებას. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების შვიდიანი, ამ პერიოდს საკმაოდ პასიურად გაატარებთ, არ მოგინდებათ ინიციატივების გამოთქმა და პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც დროს მიანდობთ მათ მოგვარებას, გექნებათ შინაგანი განწყობა, რომ ამ ეტაპზე გჭირდებათ დასვენება, ძალების მოკრება, გარკვეული დისტანცირება ყოველდღიური რუტინისგან და ამას მოახერხებთ კიდეც გაზრდილი მოთმინების და გამძლეობის ხარჯზე. ამასთანავე ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ დაალაგოთ სამომავლო გეგმები და მოემზადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს,
მე-19 მაღალი არკანი მზე. დიდი ალბათობით ნოემბრის განმავლობაში მოგეცემათ შანსი გაიცნოთ ძალიან საინტერესო და თქვენი შეხედულებებით ძალიან მომხიბვლელი ადამიანი. მასთან ურთიერთობა ბევრ რამეს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში, აკავსებთ პოზიტიური განწყობილებით და ბევრ სიხარულსაც მოგიტანთ. ამასთან შესაძლებელია გქონდეთ განცდა, რომ ვერ იჯერებთ ასეთ გამართლებას, ასეთი სასურველი ადამიანის გაჩენას თქვენს გვერდით და შესაძლებელია გქონდეთ შიში, რომ ეს ყველაფერი დროებითია, რომ ეს ადამიანი ისევ მოულოდნელად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან, როგორც მოულოდნელად გამოჩნდა. ამის გამო შესაძლებელია იყოთ დაძაბული, ხშირ შემთხვევაში თქვენს საქციელს და ასე ვთქვათ, თავშეკავებას არ გქონდეს ლოგიკური ახსნა და საკმაოდ არაადეკვატურადაც გამოიყურებოდეთ. ამიტომ გირჩევთ მეტად მოდუნდეთ, გაიხსნათ და შეირგოთ ბედის ასეთი წვენი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ზომიერება, არ გავსწროთ მოვლენებს წინ და მით უმეტეს წინასწარ შეიქმნით ისეთ სამომავლო წარმოდგენებს თქვენს ახალ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რის საფუძველსაც პარტნიორი ამ ეტაპზე არ გაძლევთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. მე-4 მაღალი არკანი იმპერატორი, ნოემბერის სტაბილურობას გპირდებათ, ამ პერიოდს სამუშაო შემართებით გაივლით, იქნებით პრაქტიკულები, ორგანიზებულები და დისციპლინირებულები, გაიმყარებთ თქვენს სამსახურებრივ პოზიციებს, გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს, იქნებით სამართლიანები და კეთილგონიერები. დაიმსახურებთ პატივისცემას და აღიარებას როგორც პროფესიონალი, შეძლებთ სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო და ენერგია და საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღოთ. ამასთან მნიშვნელოვანია არა იყოთ ზედმეტი ვალდებულებები საკუთარ თავზე, მოახდინეთ საქმეების დელეგირება და აკონტროლეთ საკუთარი ამბიციებიც, არა მარტო იმიტომ, რომ შემაწუხებელი არ იყოს თქვენი გადაჭარბებული ქედმაღლობა კოლეგებისთვის, არამედ თქვენც ამ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო არ შეგექმნათ მცდარი წარმოდგენა, რომ რასაც მიაღწიეთ ეს თქვენი მაქსიმუმია და თქვენ დაუნებურად არ შეწყვიტოთ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების დედოფალი. ამ პერიოდში თქვენ გექნებათ ყველანაირი რესურსი, რომ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან, თქვენ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამისთვის, საქმის ორგანიზების და მართვის კარგი უნარები. ამ პერიოდში ისარგებლებთ კარგი რეპუტაციით, როგორც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, გექნებათ კოლეგების და თანამშრომლების მხარდაჭერა, კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ პატივისცემას, აღიარებას, დაფასებას, იქნებით მიზანდასახულები და გეგმაზომიერად მიყვებით კარიერულ კიბეს, რომელზეც ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია მინიმუმ კიდევ ერთი საფეხური დამაყრდეთ. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ შესაძლებლობებზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე და რაც მთავარია აქტიურობაზე. თუ მოინდომებთ და შეეცდებით ამ პერიოდში სამსახურის პოვნას, საკმაოდ კარგი შანსები გაქვთ დასაქმებისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მაინც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს სურვილზე და თქვენს აქტიურობაზე. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, ამიტომ შეგიძლიათ ეს პერიოდი მშვიდად გაატაროთ, მაშინაც კი თუ ამ ეტაპზე ჯერ ვერ ხედავთ სამომავლო პერსპექტივებს, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიყევით ყოველდღიურობას. ასევე ამ პერიოდში არ წახვიდეთ გაუმართლებელ რისკებზე, არა იღოთ განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას. თუმცა მეორე მხრივ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პარტნიორების ძებნა, მოსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და ზოგადად იფიქროთ სამომავლო პერსპექტივებზეც. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, ნულოვანი მაღალი არკანი სულელი, საკმაოდ არაერთგვაროვანი პარათია ამ პოზიციისთვის,
შესაძლებელია ერთი მხრივ მიუთითებდეს თქვენს არასერიოზულ დამოკიდებულებაზე ფულთან მიმართებაში, მიანიშნებდეს, რომ ნოემბრის განმავლობაში შეიძლება უაზროდ გაფლანგოთ ფინანსები და ნულზეც კი აღმოჩნდეთ. თუმცა მეორე მხრივ, შესაძლებელია გულისხმობდეს ფინანსების მიღების თქვენთვის მოულოდნელ გზას, შემოსავლის სრულიად ახალ წყაროს, რომელიც გაგახარებთ და მეტ თავისუფლებას მოგანიჭებთ მატერიალური თვალსაზრისით. ამიტომ ფინანსებთან დაკავშირებით მაინც გირჩევთ გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და მეტი ყურადღებაც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების ცხრიანი. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ უკვე გაქვთ მიღებული საკმაოდ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება. მთავარია გაიაზროთ თქვენს მიერ განვლილი გზა და გააცნობიეროთ მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილების შედეგები. აღიაროთ დაშვებული შეცდომები და იზრუნოთ მათ გამოსწორებაზე. ასევე გაიაზროთ ის მიღწევები, რომელსაც უკვე ფლობთ, ის შესაძლებლობები ცოდნის და გამოცდილების თვალსაზრისით, რომელთა განვითარებითაც შეძლებთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და რეალობად აქციოთ თქვენი ოცნებები. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი დღის რქებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.